მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება და შალვა პაპუაშვილის გამოხმაურება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი შალვა პაპუაშვილის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ მოლდოვა ვერ პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა ბრიუსელის მხრიდან შეფასება მაინც დადებითია. ხელისუფლების ოპონენტები კი პაპუაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუმინელი და მოლდოველი საზოგადოება ეთნიკურად და კულტურულად ერთი ხალხია და საკუთარი ქვეყნის ბედს ისინი დემოკრატიულად გადაწყვეტენ. ეს მთლიანი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმ ადამიანებზე და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ და ალბათ პირველ რიგში მოქალაქეებს უნდა კითხონ ამ გადაწყვეტილების შესახებ. მე მგონია, რომ პაპუაშვილს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ცოტა სხვა წარმოდგენები აქვს და სუვერენიტეტთან დაკავშირებით საერთოდ სხვა წარმოდგენები აქვს, იმიტომ რომ შევახსენებ ბატონ პაპუაშვილს, რომ ამ ქვეყნის 80%-მა ევროინტეგრაციის გზა აირჩია თავის დროზე და მათი გადაწყვეტილებით დღეს ეს გზა შეჩერებულია. როცა დამოუკიდებლობას სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა ვისაუბროთ. ეს არ არის ეროვნული ლიდერი, ეს არის გარეძალების მიერ თავსმოხვეული ლიდერი, რომელიც აჟღერებს არა ქვეყნის ეროვნულ პოზიციებს, არამედ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებს. როგორც ჩანს, მოლდოვას განიხილავენ ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილად და ამის განხორციელება რაც შეიძლება მალე უნდათ, როგორც ჩანს ეს ამოცანა უკვე დაუდგა დღის წესრიგში და მეორე მოლდოვაში არსებული ვითარება, რაც არ უნდა შეაქოს ევროკომისიამ, ძალიან შორს არის იმ კრიტერიუმებისაგან, რომელიც საჭიროა ევროკავშირში სუვერენული ქვეყნის გასაწევრიანებლად. შესაბამისად, მათ მოიფიქრეს სწორედ ასეთი გზა, რომ მოლდოვა გააწევრიანონ ევროკავშირში. და კიდევ ერთი, მან აღიარა, რომ მისი სახელმწიფო საფრთხის წინაშეა, რომელსაც იგი ვერ უმკლავდება. არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა, საკუთარ კონსტიტუციაზე ვარისკვა, მაგრამ არის მეორე ასპექტიც, რა მიიყვანა მოლდოვა ამ მდგომარეობამდე. ეს არ არის დაღლილობა მაია სანდოსი პრობლემური სიტუაციით, რომელიც მოლდოვაში შეიქმნა და რუმინეთთან შეერთება მას გადარჩენას განაპირობებს. დაცემულია ეკონომიკა, შიდა დაპირისპირება კულმინაციას აღწევს მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაუქმებულია, ან კონკრეტული ლიდერები არიან დაჭერილი აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რა მიიყვანა აქამდე? ბრიუსელის პოლიტიკამ ხომ არა, რომელმაც უკრაინა მიიყვანა ესეთ მდგომარეობამდე, რომ სისხლი და ცრემლი ყოველდღიურობაა უკვე. და მოლდოვაში კიდე ასეთ ვითარებაა შექმნილი. იქნებ სწორია საქართველოს ხელისუფლება, როდესაც არ დაუჯერა და იმ ინსტრუქციებს არ აყვა, რომელსაც იღებდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.